საბაჟო კონტროლის გვერდის სავლით ოქროს შემოტანის ორი ფაქტი გამოვლინდა სადახლოს საბაჟო გამშვე-პუნქტზე ოქრო რუსეთის და სომხეთის მოქალაქეებს შემოქონდათ. ისინი არადეკლარირებული ოქროს შემოტანას სომხეთიდან ცდილობდნენ. ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით უკანონოდ შემოტანილი ოქროს ღირებულებამ 50,000 ლარს გადააჭარბა. საქმის მასალები საგამოძიებო სამსახურს გადაეცა. საბაჟოს მოხელის მიერ იქნა გაჩერებული დავითიან კამო აღმოაჩნდა არადეკლარირებული ოქრო 423 გრამის ოდენობით. ამასთან ერთად აპოიან ალვარტ რუსეთის მოქალაქე არის, რომელსაც ჰქონდა 628 გრამის ოდენობა არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები. მოხელის მიერ იქნა გაჩერებული, შემოწმებული და არადეკლარირებული ოქრო იქნა ამოღებული და